სალამი ძმდებო, მოგესალმებით, ეს არის რა თქმა უნდა საეჭვო კაცის გადაცემა, ქალაქში ვირას ჭამს, რატო ჭამს და რომელია კარგი, ჩვენგან იგებთ ამ ყველაფერს. თუმცა ხანდახან არის შემთხვევები, რომ ფულია გადახდილი და ვიძახით, რომ კარგია და ნაგავია, მაგრამ არა უშიშავს. თვალს ხო გიკრავთ ხოლმე. დღეს არაფერში ფული არ არის გადახდილი, ჩვენი სპონსორია საეჭვო კაცის გარდა ბეტსონ სპორტი, რომელიც ბურჯი ჩვენი ხალიფა წაქცევის დროს ხიმინჯები დაგვეყნო გადავშით. სხვა ალეგორია ვერ მოვიფიქრე, იმიტომ რომ გუშინ 10:53 საათიანი სტრიმი იყო, დღეს აჩიკო მოიტანა გენიალური რაღაცა. დგიგომი სიტი, დგიგომი, მოევეტა, ჰა? აპიცა. ანუ არის პაცა, ზაცა, პიცა, ეს პაცა. აპიცა? აპიცა, ხო, არის აპიცა, ბეპიცა, ცეპიცა, ამ კატეგორიებად არის. გააჩნიათ თქვენ რისი მართვის უფლება გაქვთ. ეხლა აპიცის მართვის უფლება თუ გაქვთ და წონა ემთხვევა თქვენი, შეგიძლიათ აპიცა წავთ. ბეპიცა არის, ცოტა ეს ცეპიცა ასე შემდეგ. კარგია, მე ძალიან მომწონს, რომ კრეატიულად ვიწყებთ და ეს არის აპიცა. კარგია ეს ალბათ ინდოელმა ვარ გახსნას და ვარ მოაჭამოს შიგნიდან, არა. პირველი ვესწრაფი ალბომი. ვაყურებელს შეახედე შიგნით. აი ხანე არ მithქვამს საჭმელზე რა ყბაა თქო. ფორმა რატო? ანუ გეტყვი. ეს არის საქველმოქმედო პიცა. თუ თქვენ ჭამთ სახში და აღარ მოგინდათ შეგიძლიათ კეშბექი გააკეთოთ. უკან გაატანოთ კურიერს, რაც აღარ გინდათ და ის გადაიყიდება მერე სხვა მომხმარებელზე, რაც ეხა მოხდა. მოდი გავსინჯოთ პიცა. ვაუ. მე დავამთავრე. ჩემი ყველაფერი ეს იყო ის, რასაც ველოდებოდი. ბალადეთ ცნო. არა, ცალკე ბანანი მიყვარს, შოკოლადი მიყვარს. აი ეს ვარსკვლავები არ მიყვარს და აი ეს ბებოს პუშჭირვარი მაგას ვე ანუ მე არ გამეხსნა ჩვენ ძალიან მე შოკოლადა როგორ გავაძიოთ პროდუქტის ღირებულება ვინ არა შოკოლადი გავყიდოთ კარაქტერო პურზე რო წავუსვათ, აი ხო ისა. მოდი პიცა გამოვაცხოთ. ნახე, ეს არსებობს უკვე და ამას ქვია შოკოლადის ვრეპი. შეგიძლია შოკოლადის ვრეპი იყიდო, ძალიან კარგი ფორმა აქვს, გადახვეულია. მაგრამ ეს აი ბიჭო, ვიყიდო მართლა, აი ეხლა ვზივართ მეგობრები და აუ გთხოვ, აპიცას შოკოლადის პიცა აი არა, შევეცდები იმას. გააბრალ, მინდი შენ დადრიქი კითხავს. პიცას რო იძახებ, გამეთქმილი ხო არ გაგისწორდებოდათ და აი პიცის მერე დესერტი რო დავაყოლოთ, რაღაცა თქმილი რო იყოს რა. ეგ არის. აჩუ არ მინდა ხოლმე რომ რაღაც ისეთი გითხარ. იმიტომ შეჭემა რა, აი შენ რო იძახებდი პიცას და აუ მოდი ისიც გამოაყოლე, შოკოლადიანი პიცა. 23 ლარი? აჰ, კარაქიანი პური. ბიჭო, ჯერ მაქიდან დავიწყოთ ცომი რა არის და აი აჩიკო ის ხო შეგინდოთ არის ნო ხანდახან გონია ხო ჩუმად შენ გეუბნებიან რომ მიდი აჩიკო რა ვიხდა შენ მე მაგიჟებ ხოლმე ამოიცა სულ ყველა ეგეთია შეჭა შემი აი სათავეს გეტყვი მაგისას და ბიჭო, პროსტა გვაგიჟებ ეს შეჭა. მართლა გიორგი, პროსტა გვაგიჟებ. ანუ ეს დაალაგებული ნიორი რა არის, ხაშია. მაგი პიცის სათავეს გეტყვი რა ქვია. აქ აი ბიჭო, ამას რო აკეთებ, მე ეს ყვა შეეშალე. ესა გაშალე და გადამინაწილე ბიჭო, რომ უფრო მდიდრული იყოს, აგე. ამ პიცას ნახე კი რა. გამოვაყოთ მომხმარებელი. მე ეგრე მგონია. ცომი კაია, თხელია, მე ცომი მიყვარს, მაგრამ რა ღირს ბიჭო არა ეცა რა ღირს ეგ მითხარი ჯერ სათავეს გეტყვი და მე მითხარი სათაური მარინარა ვეგეტარიანული ვეგანური სამარხო ყველაფერი ერთად. Ultra mega magic bullet. მაგრამ ფას
მე ძალიან მოგეწონება ფასი. 12. 25 ლარი. ხაში არის შეჭამ ნიუს ბიჭო ეს ნიურები რა არის პიკანტური გემოსთვის ნიურები არ ვიცი რა ეხლა ფიქრობ აი ამას ვერ ვაყავ აი ფასი საიდან აი რა ცომის ძვირიჭდება ცომი ძალიან ძვირიჭდება 25 ლარი ანუ ცომი ანუ აქ ცომსაც ვერ გააბრალებ იმიტომ რომ ხორციანიც რაღაც ეგეთი ფასი ეღირება და ბიჭო პამიდორი აქ გადასმული და გავიგე ესა აი ძალიან ფოი იტალიური პიცები ხა არის მარტო პომიდორით და მითი მაგრამ ეს ნიორი დაალაგებული რა დაჭეჭყე და გაურია პამიდორში რომ ამას რო შეჭამ მე ვეღარ გაჩერდები რა ოფისში ამას შეჭამ შეჩემა და გამოგაგდები ხუთი კვილი ნიორის დედა ეს და არ ვქი გაციების პიცა ზამთრისთვის ზამთრის შეჭამ აღარ გაციებ ბიჭო ეხლა ძალიან ხომშია ზოგადად ყოველთვის მოვდივარ რა საერთოდ არ არ გიჩნდება სურვილი ხო არში ნული სურვილი მაგრამ ეხლა გავს ხაზარი არა აი შემდეგ ვაიტა პიცა გეტყვი რატოა რომელიღაცა იქნება სადაც მაგას ვიტყვით აი ხო პიცა მაგას არ აგონია ყველას კაი რაც ეხლა ესეთები გამოგეძახა მარტო ამის მე პატრონი შევადაწეროს რომ კარგებიც გვაქვს ისინი რატო არ გამოიძახეთო შენ დაალაგ ეს მიმდევრობით რო იყო მართლა გეუბნა ბიჭო მაკარონი იყო რაღაცა ეს ხაზევიდან მართლა გეუბნა გავაყურებელს ვარ რო ყველის соуსი ფრიყრია ჰალაპენიო და ქვევით ყველი არის მაგრამ აი ბიჭო როგორ უნდა აი ვეცდები რომ ავიღო ეხა არა ეს ერთ ცალმა გადავაგდო ბიჭო ეს ცალკე რომ მოაყოლო აი ფრი ისა რა თქვია მაგას ვერ ბიჭო ოლივიეს გემოაქვს იმიტომ რომ კამა აქვს ძალიან ბევრი დიდი ალბათობით მაიონეზი შერი კამა გათქვეფილი და ეგ აქვს მოსხმული და დედა ყველი ვაფშე ყველაფრის გემოს აჭამს მაგრამ აი ეს ფრი ანუ აბევრებენ ბიჭო აი ის ქათმის ეს ხო გააკეთეს ყველისა ქათამი ხო ქათმი ვიპოვე ვეცდები ვიპოვე ქათამი აი არის აგე ვერ დაუკარგავ ქათმის მომზადება არის დარღვეული არა აქვს გადაწრული თავის ვეკაპში მოხარშული და ყარს ხვის გემო რო აქვს ხოლმე რაღაცა ეგრე ოკეი მოყვა ნიორი წოკე მოყვა კიდე პიცაც სიცხე თუ გაქვს და ძალიან გაცებული ხო ეს რომ გაძავარტყოთ ბიჭო აი ხო აწყეს პიცა და შეხედეს და რაღაცა დიდრული არის ბევრი არა ჩანს და ეგრევე ფრი აი მე მგონი რომ ფრის ვინც იყენებს რამე პროდუქციაში ფრი ხო არის აი არაფერი გასაბერ მარკეტინგული ხრიკი რომ რაღაცა მოყვათორე ფრის დედა მაგრამ ეს უკვე გაიძულებს რომ ფრი ჭამო ბიჭო ის ცალკე როა კიდე არ შეჭამ რა იმის ეს გაიძულებენ ბიჭო მე მგონი მასონები არიან ეს ერთი 40 მაინც ვაღირე საჩიკო 31 აი იმიტომ რომ ფრის აქვს თავი აი სანამ შემდეგ სიგიზე გადაო ყველა ეს მეძ უკეთესია ეს ვამოყავ ჩემი გამოძახება მაგრამ მოიცა სანამ გადავალ აჩკო იძახის დღეს ვამაყობ ჩემი გამოძახებით სანამ შემდეგ იმ სიგიზე გადავალ ეს არის გამოგვიგზავნა ერთ-ერთმა კომპანიამ საჩუქარი ნაკეთი კი ნაკეთი ის იუდოლ აი დუხის სუნი აქვს ეს ალექსანდრია აუ გავს ბიჭო ვინ შეკითხოს არ გამიშთა იმენა გავს მართლა გავს ვა რა აუ დიდი მადლობა ეწევება მაგნიტებით ძალიან დიდი მადლობა წერილია რაღაცა სად არის წერილი აუ კაი თინა თუ გინდა იმას
ყველაზე ბედნიერი მამა რა გახსენდება შენ განვლილი ცხოვრების მანძილზე რა გაგიხარდა ყველაზე ძალიან გამახსოვდება რა ის მომენტი არის ალექსანდრე რომ მოყვა ძალიან დიდი მადლობა მართლა ძალიან ლამაზი საჩუქარია და ძალიან კარგია და ძალიან კარგ ადგილს დაიკავებს ჩემ ოჯახში ეს საჩუქარი იუდოლი არის და ძალიან კაია კაი ვიხომრე რას ხო იმის გახედვაც არ მინდა შეჩემა ის აი ეს კაბაბი მაინც იყოს გზელი არის შემი მეტა რამე ანუ ეკატერინე მეორის საპატიოსაცემოთ არ ეწეროს რამე აქ ნაგავსაკეთ დავალაგებ არა კარგა კიფუთავენ რავი ეს რო ინდიელმა ნახოს ინდიელმა კარეკილი მაქვს მართლა გეუბნები იმენა ალეკუმიტე რა ოპა ისაკი ლობიოს სუნი აქვს შეჩემა და ცხენის ფორმა აქვს რა შეჩემა რა 1 კილო მაინც არის ეს ლობიანი კალსონე ლობიოთი ბიჭო არ მესმის მართ დედას ხო არის ლობიანი უკვე პულში ბიჭო რა თუნდა კალსონე არ შემეგინები მეთქე მაინც შემეგინა ეს ნახე ძმაო ეს თუ ვინმე დანანებოდა ნახე სავსი არის ლობიოთი გემრიელი ლობიოა მარილი აკლია მაგრამ სადა რინიორი არაფერს გიმორა კლუბს მარია სუკი არ არის სუკი თემურა ვნახე გუშინ თემურა ვნახე ჭონია გუშინ ვიყავი ალექსანდრე წავიყავე აჭარული საჭმელ ცითი მოლში მართლა გეუბნები და ნახე შოვინო დაინახე აი გაჩერე ო დედას გეფიცე ბავშვი მომყავს და ბიჭო დავინახე მაღაზიიდან გამოდის რა ოღონდ როგორ ისწრებს ეს ხო უყურებ ესე და ისიც იმენა მასშტაბდება რა დედას გეფიცები ოღონდ ხალხს რო გავხედე ხალხიც გვაშტე აი სრული სიჩუმე არის აი უცებ და თემურა მოდის მე ესე თვალები მოსადა და ხალხს უკვე ხალხი გაჩე ხალხის გვაშტერდება რა არა თუ ჩემზე ხოდა ისე შედგა შეჩი ანუ არა გაიარა პროსტა ვე ბიჭო რა სიტუაცია გაიჩნდა იცი რომ უნდა მეთქო სურათი შეიძლება თქო თქვენთან ხოდა ვერ უთხარი თუ ისე დაჟინებით მიყურებდა და მეც უყურებდი რა აი რაღაცას თითქოს ხდებოდა ვერა ხდებოდა აი ხო ხდები და გარეთ ხალხი უყურებდა რომ მამაშვილი გაიჩიტა ბიჭო ეხა რას იზავენ ამდენი წელია უნახავი მამაშვილი და აი გადაგვაგარეთ მამაშვილმა ერთმანეთს სალამი ვერ უთხარით აი ეგ არის ევროპა პიზეკოს იმედი მამას ჩავეხუტო მეთქი მინდოდა მეთქი ჩავეხუტო მამა როგორ ხარ მეთქი თან ჩემი შვილი ამას პაპა სხვა გონია საერთოდ ალექსანდრეს ეხა უძებ ახალი პაპა აუ რა უხერხულის ეტა არ მინდა აჩქო არაფრის გახსნა აღარ მინდა აი მე ორი სახეობის ლიმონადებზე ვიდარა და ისი არ მინდა რომ თანა ზღვის პროდუქტი არის მე არა ეს კაი ჩანს მაგრამ ზეთი აქვს ეს არის იმითი ალბათ მიდიები და ეს მწვანე ის არ არის აი ისპანაკი არ არის გამორიცხული ალბათ რო ისპანაკი თქვა რიზოტო კი არა პესტო соусით არის ხო და მე არ გამორიცხავ კამადანიახური იყოს კარგაბლომათა პესტოს პასტა ო ბიჭო აი ესა მაკარონი ხო იცი აჩიკო მაკარონი რო იღებ ყუთიდანა ხო დიდი არის ესა რატო არის ნაწყვეტი ჰა აი არა ხო აი სპაგეტი ხო ნო ხო არა ეხლა ხე რამდენსაც ამოვიღებ არც ერთი გრძელი არ იქნება ანუ მაგრამ ეხლა ნახე ჭამის დროს ისაც ხო წვიტავ ხოლმე შენ მაგას ეგა მე გადავწყვეტ რას გავწყვიტავ და რას არა მაგრამ იქა ვიღაცამ ჩააბუჟბუჟა ესა ანუ მაგის თქმა მინდა ამიტომ პროფესიონალი არა იტალიასთან შეხება არ ქონია
ეს ნორმალური არის. სახიზარი ხოლმე, მაგრამ. როგორ დღეს გამოიძახებ ადამიანს. ყალდა თევზის კი არა და იმის სურათი შეჩება. თან არა. აი, ცოტა, ორი. გაგზავნებაზე სულ რატო ვარ? ეს აი რავი 10-დან ალბათ 2 მინიმუმ. ჩაუკიდა. აგე გალაპენიო მოყვა და соуსი მოყვა და ეს კურკლებად ჩაყრილი ნიგოზი რა არის ბიჭო? აი ეს არის ისპანახი. ეს არის ისპანახით? ეხლა რაღაც გადმოყვიდა, აბა რა გადმოიყრება. ისპანახის პესტოს პასტა სამარხი. ეს არის ნიგოზი ეყარა შეგენით. ბიჭო, მე მგონი რომ აი ეს უკვე აი ერთი გაუძროთ. სხვათა შორის მაგრამ ყველაზე ძვირიანი კერძი დატოვე ბოლოს. რა ღირს? 25 ლარი. სრულიც არა, მაქრო გავხსნა. მაკანზე მოსმული პესტო არის. პესტო ხელით არის დამზადებული. ხოდა. ბიჭო, არა, მე ბოდიში. აი, მოდი პესტო გავაკეთოთ. აი, ნიგოზი ჩავამატოთ რა არის, ბიჭო. მას აი, ხო უნდა იფიქრო, აი, ნიგოზს რატო ამატებ, რომ ვიზუალისტვის? არა, ხო შეიძლება აი, გოზინახს როგორც იჭება, ხო იცით, ხლათ და მოაყარო, ან რაღაც. აი, დაამტვრიე ჩაყარე. ნიური უფრო კარგი იყო დაჭრილი ვიდრე ნიკოზი. არა, ცდილობს გავიგე. ბიჭო, ხო თვითონ გასინჯოს ჯერა, ხო შეიძლება. ჩვენან რატო ვარ ცაცხელი, ანუ გასინჯოს. რო არ ეხა აი შოკოლადი რო გასინჯა. აი ეს რეაქცია პიცა. გეტყვი რატოა, რომელიღაცა იქნება, სადაც მაგას ვიტყვით, აი ხო. პიცა. მაგას არაგონია? ეს არის, ეს ცოტა შენი პიცა არის, შეჩემა. ყველა ხოლმე. ამას დაგიგემო მე ფერცას. ჯერ თქვი. რა. ნუ ძმენა. სუდი როგორ უნდა იყოს შეჩემა დიხორცია და რომელიღაცა იაფიანი კალბასის გემო აქვს და ვერ გავიგე. მე სულ მაგას დავჭაო. საექიმო არის მე მგონი სქლათა ჩაჭრილი და ჭკვაბა ნახე. ბავშვობა გამახსენდა, ოღონდ მაგის გამო არა რომ ეს კალბასის გემო აქვს და მაგის გამო გამახსენდა ბავშვობა. გემო რაც მოვიდა არის ხახუ. იმენა აი ხახუის გემო მოვიდა. აი ამათ ევასებად. ჩვენ ზეზრა, აი იმუნიტეტი ისა. კალბასი რაღაც ბიო. ჯეზე ძამლაშერნა. ყველი აქ როგორ მოყრილი იცი? აი რო დაჭრა იქ რაღაცაზე, აი რაც გააკეთა, ეგ არის ყველი. აი რაც მიიფერთ ხაზე და რაც აკოდა, ჩაუწვი და მართლა. აი კომპანია მიზრუნა მაგაზე და ამიტომ გამოგაყოლა ეს. ბანანი და ვაშროდებს ხოლმე სუფრაზე, ხო იცი პლასტმასისა. გურში იცოდნენ ხოლმე, არასდროს ფუჭდებოდა ეს პლასტმასი და სულ მივიდიოდი ხო თითებს ვატიტყნიდი ხოლმე, იმიტომ რომ ესეც ეგრე ხო არ არის. ეს თუ გადმოვარდეს ეხა. მეორე ტყვია არის. არა ნიური, შეჭება ყველი, მაგრამ ყველია. ხო და არა პარმეზანის გემო. შეიძლება უბრალოდ საწოლს რას გამოვძრა, ბუმბულები რო ზრება ხოლმე, ეგ არის. ბიჭო. მუჭავს შეჭება რომ გემრიელი არა, გამომაყო ხა. კაკალთან რატომ მიდებ? კაკალი ხო უნდა მივაყოლო. აი 1000 სოუსი არის და არც მინდა შეჭება. მოდი აბა გასინჯე, მართლა რა მაგარი სუნი აქვს.
ნახე, ტომატ და მაიონეზი ერთად რა ბაგარი არის, შეჩება და ტყემალი ცოტა. აი, აღმოაჩინე. ჭამეშე მოდი ახლა. გასინჯე, უფრო გაიგებ. დათო, მოდი დათო აიღე ერთი ნაჭერი. არჩე, მოდი შენც, მიირთვი. თქვენი გამომაიტესე და აბა სოუსიც მოის გასინჯე არჩე. დაუსხლეთ ცოტა. არა, უნდა ჩააწო. ლაზე რო ამოწევ. ეჯე? არა, მაგარი სოუსა. ამასთან ყ***ები მოწონ სულ. ხო. ეს ხარჩვა მეგონი. რა არის? რა ხარჩო, ბიჭო? ისე ხარჩვა. ბიჭო, ხარჩოს გემგვაქვს, მაგრამ ნიკოზე არის გრწობა. წარე ხარჩოს გემგვაქვს. უბრალოდ აი თითქოს რაღაცა ინდური რაღაც სუნელი აქვს დამატებული. ყვითელი ყვავილით აი რაღაცა სპეციფიკური. მანდას ნიკოზია, ეს ნიკოზია. ყველგან ნიგოზი არის. ძალიან წარია თან. ჩემი საღოლს ვაუ, მართლა, აი. ვისაც გინდათ უბრალოდ შეყვარებული გაამწაროთ, რო გეტყვით, რომ საჭველი გამომიძახეთო, დაუშვით ესენი ბავშვი. აუგზავნეთ მართლა. თო მიზეზი აღარ დაგჭირდება დაშორების. ეს იქნება მიზეზი. დიდი ბოდიში, ძალიან საყვარელი ხალხი ხართ, დიდი ალბათობით. მაგრამ პულს რო ვიხდით, ჩვენც უნდა გაიგოთ, რომ უბრალოდ რომ გამოასწოროთ და როგორც წესი ეს რომ დაამზადოთ, მე მგონია რომ უფრო მეტი გაიყიდება, იმიტომ რომ ცომის გაკეთება იცით. არა, ცომი გამოუვიდა. უბრალოდ კარგი ხარისხი დადეთ და მოუმატეთ ის 5 ლარი. ეხლა ეს რომ მომდის მე ამა, ნახე ეს ჯერ მეტჯერ არასდროს არ გამოვიძახებ ამას რა. იმიტომ რომ გავიგებ. არა ეს ეხლა რომ ჭამე და ვაუ, მაუკერა. ვა, ნორმალური. აი ეგ აი აუ შრაში გადავყარე ფული, მაგრამ მაძღარი ვარ, იმიტომ რომ რაღაც ჩავიდა ყუთში. 22 ლარი იმ გეტყვი. რატო იცი თვითონ ვეგანებს წველიან. ანუ ვეგანებს ხონდათ ხორცის სისხლი და ასე შემდეგ და წველიან. წველაც არ უყართ, მაგრამ ყველი ქონდა მაგვეგანი. სარი ვეგანური ყველი. არა, შეჩემა. ყველი არა. კარაქივით ქონდა გადასმული ზევიდან ეს პამიდორი და მორჩა. ეს ფუჩურა იყო დაგდებული ის, რა ქვია, პარმეზანი კი არა და თუ რა ქვია და ამავიწყდა. როზმან ორეგანო, არა. ორეგანო. აუ, რასა, ბიჭო, რა მეხსევის პრობლემა მაქვს. ხო. აი, იცი. მეგობრებო, დიდი მადლობა. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო. გადაუზიარეთ მეგობარს, რათა მანაც იხილოს, რომ იგივე არ გაიმეოროს შეცდომა. ძალიან მიყვარხართ. მე ვარ არტურ გოლდვინი. და რატო არ ჭამე ბოლომდე? ეს შეაბარა. ვერა, ხო? ხალხები, აი ესე რატომ მოყვება? აი ეს ბიჭო რაღაცას მოყვა. ნახე, ეს ხო შეიძლება ყველაფერს მოაყარო, მაგრამ რაღაცა ერთს რო გამოიძახებ, ეს მოყვება და იმედია კალცონეს ლობიანს არ მოყვება ეს. ან ის რა იყო ბიჭო, რამდენი ლობი, აი რა ღირდა კალცონეს ლობიანი, გეხვეწე. იმდენი ლობი ვიდო, რომ მე მგონი ერთ-ერთი ზარალზე ეგ მუშაობს კალცონე. კალცონის ლობიანი ღირდა 24 ლარი. არა, ბევრი იყო. ლობიოს დედა ბიჭო, მთელი ცხოვრება ლობიოს ავჭამ. 24 ლარი? ნახე, ტრადიცია არ არის, რომ კაი ხალხს მეტი საშუალება არ აქვს და ესეთი ავაწყოთ ახლა. ეგ უფრო გაგიკვირდა ვიდრე ის შეჩემა. ო! ვეგანურის ფასი. იქ პამიდორი იყიდეს მაინც, შეჩება. პომიდორი უფრო ძვირი იყოს თუ ლობიო. პომიდორი. ეს თან ჩვეულებრივი პომიდორი, ნაყიდი პომიდორები რო ეგ არის, ბიჭო. იმპორტული და ის უფრო ძვირი გამოდის. მაგრამ არის კიდე 20 ლიტრიანებში ათვალარად რაღაცეები, მაგრამ იმედი ეგ არისო. ლობიო ღირს 9 ლარი კილო. რამდენი გამოდის კილო ლობიოთი? აი ესე ხო გასცივდება, თუ გადატოვე წყალში. მოიტავწოთ, მოდი. რამდენი ის სად არის? მე თუკენ გამოვაცლი ხა პულსში შეება და ისე განახებ. და ერთი ნაკვეთი მოვაგო. აქ აქ არა, აფერ ნაკვეთი. მოიტა და ავწონი. 6-7 ლარი. სად არის? 6-7, ბაზარში დაჟე. ოცა გეზა. არა, შეჩება ესე. ესე ჩაითოს 0 გრამი. 700 გრამი არის. ო, ნუ რა მინდა.
არა, 1 წუთი ვიდო. მაგას აი, არა, 5 არ გამოვაკო, 5 რატომ მithული წონაში? 550. 550, 600 ვთქვა და. 600 გრამი. არა, 1 წუთი. კილობიურ არის. ბათუმურა ვთქვათ. ბათუმურა, კაი. 6 ლარი, 3 ლარი, 5 ლარის ლობი, კაი, 5 ლარის ლობიო თქვი, ანუ კილო თქვი 6 ლარი. კილო ლობი ვარი, დიდი ქვაბია ხა. ამოლესილი თავის იმე. ცომი არ დაждდება, 5 ლარი თქვი ცომი. არა, 5 ლარი. აი ცომის გაკეთება 5 ლარზე მეტი ხო არ დაждდება. პურიღის ლარი და 50. შოთის პური დიდი თონის პურიღის ლარი და 50. იგი მაინც რო იცოდე. მაგრამ ეს რახან სპეციალური იტალიური პიცა არის, ჯერ ანაირად აფუჭებენ. ან ლობიოს იტალიური პიცის და ან იტალიურ ცომს ლობიოთი. სხვა შორის ცომის გაკეთება იგივე მარტივი არ არის. ცომი კარგია თქო, ფქვილი კარგია. 9 წუნა აქვს, ხავოიანია, კარგი არის ცომი. მაგრამ ლობიოს ჩადების იდეა არ არის კარგი აიგე. 10 ლარი, ჰა. დაუმატე 10 ლარი ხელფასები. 10 ლარი დავუმატე ვოლტის შეჭრა. 10 ლარი დაუმატე ვოლტის. შენი 30 ლარი უნდა ღირდეს ესე იგი. მინუს სამუშაოა. მადლობა ბეტსონს, მადლობა იმ კომპანიას, რომელიც ჩვენთან წვენ შემოიტანს. ჯერ თვითონ ზარიცის. და ასეთ ხელ ნოტაზე დაგემშვიდობით. გამოიწერეთ არხი და ლაიქე ვიდეო. წავედი.